როცა მოხვდები მსოფლიოში ყველაზე საიდუმლო და ყველაზე შორეულ ადგილას, იქიდან ვეღარასდროს გახვავ. ამ სამყაროში არსებობს ადგილები, რომლებიც ძალიან შორსაა და იქ მისვლა ძალიან რთულია, სადაც მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანი მიდის. ასეთ ადგილებში მოგზაურობა მოითხოვს დიდ მომზადებას და სიმამაცეს, მათი სიშორისა და შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო. ამიტომ თუ აკაპირებ მოსვლას, მნიშვნელოვანია რომ საკუთარი თავი მოამზადო. ამიტომ ამ ვიდეოში ვისაუბრებთ 10 ისეთ ადგილზე, სადაც მისვლა ძალიან რთულია. მაგრამ სანამ დავიწყებთ, იქნებ მოიცანოთ და გამოიწეროთ ეს ვიდეო. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის დიდი დახმარებაა, დიდი მადლობა. მოდი დავიწყოთ. ნომერი 1. ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული, ინდოეთი. ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული პატარა კუნძულია ბენგალის ყურეში, რომელიც ინდოეთის ანდამანისა და ნიკობარის კუნძულების ნაწილია. მისი ფართობი 60 კვადრატული კილომეტრია, თითქმის პატარა ქალაქის ზომისა. ის გარშემორტყმულია სქელი ტყით და მარჯნის რიფებით. ამიტომ მის მიახლოება რთულია. ამიტომაც ეს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული და მიუწვდომელი ადგილია მთელ მსოფლიოში. ამ კუნძულზე ცხოვრობს ტომი, რომელსაც სენტინელები ეწოდება. ისინი ძალიან ძველი ტომია, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონია კონტაქტი თანამედროვე სამყაროსთან. მათი ცხოვრების წესი ათასობით წლის განმავლობაში არ შეცვლილა. ისინი არც მიწათმოქმედებას ეწევიან და არც პირუტყვს ზრდიან. ისინი ნადირობენ, თევზაობენ და ტყეში ხილსა და მცენარეებს აგროვებენ, რათა გადარჩნენ. ისინი იყენებენ პატარა ნავებს, მაგრამ არ გადიან ზღვის ღრმა ნაწილში, თუმცა სენტინელების ზუსტი რაოდენობა არავინ იცის. მაგრამ მათი მოსახლეობა დაახლოებით 50-დან 200-მდე ადამიანს შეადგენს. მათ ენასაც ვერავინ იგებს, რადგან ჯერ არცერთ უცხოელს არ უსაუბრია მათთან დიდხანს, მაშინაც კი ანდამანის კუნძულებზე მყოფი მეზობელი ტომებიც ვერ იგებენ მათ ენას. ეს ნიშნავს, რომ ისინი დიდი ხანია განცალკევებულნი არიან სხვა ადამიანთა ჯგუფებისგან. მათ არ უყვართ არცერთი უცხოელი ან სტუმარი თავიანთ კუნძულზე. ისინი განდევნიან ყველას, ვინც მიუახლოვდება მშვილდისრითა და შუბით. 1974 წელს National Geographic-ის ჯგუფი კუნძულზე ჩავიდა, რათა ისინი შეესწავლათ. მათთან წაიღეს საჩუქრები, როგორიცაა სათამაშოები, ქოქოსი და სამზარეულო ნივთები, რათა თავიანთი კეთილი განზრახვა ეჩვენებინათ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მეგობრულად შეხვედროდნენ, სენტინელებმა მათ ისარი ესროლეს და ჯგუფის დირექტორი ბარძახში დაიჭრა. გარდა ამისა, 2006 წელს ორი ინდოელი მეთევზე კუნძულზე აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც მათი ნავი გაფუჭდა. ისინი მოკლეს და როდესაც მათი ცხედრების წამოღება სცადეს, სენტინელებმა სამაშოო ჯგუფსაც ესროლეს ისარი, რის გამოც მათი ცხედრები ვერ წაიღეს. ნომერი 2. ტრისტან და კუნია, სამხრეთ ატლანტიკის ოკეანე. ტრისტან და კუნია პატარა კუნძულია სამხრეთ ატლანტიკის ოკეანეში. ეს ერთ-ერთი ყველაზე შორეული და ძნელად მისადგომი ადგილია მსოფლიოში. ის მდებარეობს სამხრეთ აფრიკიდან 2800 კილომეტრის და სამხრეთ ამერიკიდან 3700 კილომეტრის დაშორებით. მისი დაშორებულობის გამო კუნძულზე აეროპორტი არ არის. მარტო ერთი გზა არსებობს იქ მისასვლელად სამხრეთ აფრიკიდან გემით. საუბრობა გრძელდება. გარდა ამისა, კუნძული 99 კვადრატული კილომეტრის ფართობისაა, მას აქვს მთიანი რელიეფი და ერთი ვულკანი, რომელსაც Queen Mary's Peak ქვია. ვულკანის სიმაღლე 2062 მეტრი. ტრისტან და კუნია მოიცავს 3 პატარა კუნძულს: Inaccessible Island-ი, Nightingale-ის კუნძული და Gulf Island-ი. ამ 4-დან მხოლოდ ტრისტან და კუნიაზე ცხოვრობენ ადამიანები. Gulf Island-ი გამოიყენება კლიმატისა და ბულების კვლევისთვის. ამასობაში Edinburgh of the Seven Seas არის კუნძულის ერთადერთი სოფელი. აქ ცხოვრობს 238 ადამიანი. მათგან უმეტესობას ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს, რადგან კუნძული გაერთიანებული სამეფოს ტერიტორია. კუნძულზე მობილური სიგნალი არ არის, მაგრამ არის ტელეფონი და სატელიტური ინტერნეტი. მაგრამ 2024 წელს გამოჩნდა Starlink-ის ინტერნეტი. ამიტომ მათთვის უფრო მარტივია სხვა ქვეყნებთან დაკავშირება. მათ არ აქვთ დიდი მაღაზიები, საავადმყოფოები ან კოლეჯები. ბავშვები სწავლობენ პატარა სკოლაში. როდესაც ისინი გაიზრდებიან, მათ მოუწევთ კუნძულიდან გასვლა სწავლის გასაგრძელებლად. ასევე კუნძულზე კლიმატი რბილია, მაგრამ წვიმიანი. საშუალო ტემპერატურა არის 15 გრადუსი ცელსიუსი და იშვიათად აღწევს 25 გრადუს ცელსიუსს. ხშირად ქარია ძლიერი და ცა მოღრუბლულია. და რადგან კუნძული შორსაა სხვა მიწებისგან, აქ ბევრი ცხოველი და მცენარეა, რომლებიც ფრით მხოლოდ აქ გვხვდება. Inaccessible Island-ი და Gulf Island-ი UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარა. მათი უნიკალური ველური ბუნების გამო.
აქ მრავალი ფრინველი, თევზი და ზღვის ცხოველი ცხოვრობს. 3. Point Nemo სამხრეთ წყნარი ოკეანე. Point Nemo არის ზღვის ის წერტილი, რომელიც ნებისმიერი ხმელეთიდან ყველაზე შორსაა. ის მდებარეობს სამხრეთ წყნარ ოკეანეში, სამხრეთ განედსა და დასავლეთ გრძედზე. ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულებია დიუსი კუნძული ჩრდილოეთით, მოტუნუი ჩრდილო-აღმოსავლეთით და მაჰერ კუნძული სამხრეთით. ამ კუნძულებიდან თითოეული მდებარეობს Point Nemo-დან 2688 კილომეტრის მანძილს. ამიტომაც ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისადგომი ადგილია და ყველაზე მიხლუებული ადგილი მსოფლიოში. გარდა ამისა, სახელი Nemo ლათინურიდან მოდის და ნიშნავს არავის ან არცერთ ადამიანს. სახელი ასევე აგებულია კაპიტანი ნემოსგან, პერსონაჟისგან, ჟიულ ვერნის რომანში 20000 ლია ზღვის ქვეშ. Point Nemo აღმოაჩინა 1992 წელს ხორვატულ-კანადელმა ინჟინერმა ჰერვოიე ლუცატელამ. კომპიუტერისა და GPS ტექნოლოგიის გამოყენებით მან დაადგინა, რომ ეს არის ყველაზე შორი ადგილი ნებისმიერი ხმელეთიდან მსოფლიოში. მისი უკიდურესი დაშორების გამო ზოგჯერ ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ანუ ISS-ზე, უფრო ახლოს არიან Point Nemo-სთან, ვიდრე დედამიწაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანი. ISS დედამიწიდან 400 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. მაშინ, როცა Point Nemo-სთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანები, როგორც წესი, ასეულობით კილომეტრით არიან დაშორებულნი. აქ ძირითადად მხოლოდ მეზღვაურები ან ზღვაზე მოგზაურები თუ ჩაივლიან. ამასთან დაკავშირებით Point Nemo სამხრეთ წყნარი ოკეანის გარის ნაწილია. ეს არის ოკეანის დიკიანის დიდი ნაწილი, სადაც თითქმის არ არის წყლის დინება. ამის გამო წყალში ცოტა საკვები ნივთიერება, ამიტომაც ზღვაში ცოტა თევზი და სხვა ცხოველია. ამას ბიოლოგიურ უდაბნოს უწოდებენ, ანუ ზღვის იმ ნაწილს, სადაც თითქმის არ არის სიცოცხლე. მისი განსაკუთრებული თვისებების გამო აქ იყენებენ როგორც კოსმოსური ხომალდების სასაფლაოს, ან თანამგზავრებისა და კოსმოსური ხომალდების ნაგავსაღრელს. აქ ხშირად აგდებენ ძველ თანამგზავრებსა და კოსმოსურ სადგურებს, რათა ზიანი არ მიაყენონ. ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია რუსული კოსმოსური სადგური მირი, რომელიც განზრახ ჩამოაგდეს აქ 2001 წელს. ნომერი 4. ოიმიაკონი, რუსეთი. ოიმიაკონი პატარა ქალაქია საკას რესპუბლიკაში, რუსეთში. ის გაშემოდგმულია მთებით და შორსაა სხვა ქალაქებისგან. ის ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცივი დასახლებული ადგილი მსოფლიოში. ძლიერი სიცივის გამო ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისადგომი ადგილია. ოიმიაკონის სახელი მომდინარეობს იბენის სიტყვიდან. იბენი კი სიბირის ერთ-ერთი ადგილობრივი ენაა. მას ორი შესაძლო მნიშვნელობა აქვს. პირველი ნიშნავს ნაწილს, რომელიც არ იყინება. ეს იმიტომ, რომ აქ არის მდინარეები, რომლებიც ზამთარშიც კი არ იყინება. მეორე კი არის გაყინული ტბა, რადგან მთელი წლის განმავლობაში ძალიან ცივა. აქ კლიმატი ძალიან ცივი. 1923 წლის 6 თებერვალს დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ტემპერატურა -67.7 გრადუსი ცელსიუსი, რაც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცივ მაჩვენებლად ითვლება. ზამთარში ტემპერატურა ჩვეულებრივ ეცემა -50 გრადუსიდან -60 გრადუს ცელსიუსამდე. აქ მიწა მუდმივად გაყინულია, ანუ პერმაფროსტი, ამიტომ თითქმის არანაირი მცენარე არ იზრდება. ზაფხულში კი ხანდახან ამინდი თბება. 2010 წლის 28 ივლისს აქ დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ტემპერატურა 34.6 გრადუსი ცელსიუსით. ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ძალიან იცვლება, ძლიერ სიცივიდან ზაფხულის რამდენიმე დღეს სითბომდე, მაგრამ სიცივის მიუხედავად აქ მაინც ცხოვრობენ ადამიანები. ძველად აქ მხოლოდ ირემების მსტემსები გადიოდნენ, რათა თავიანთი ცხოველები ეკვებათ. შემდეგ აქ ოჯახები დასახლდნენ და პატარა დასახლება დააარსეს. მაგრამ კლიმატის გამო მათ ბოსტნეულის ან ბრინჯის დათესვა არ შეეძლოთ. მათი საკვების უმეტესობა ხორცი და თევზი იყო. ისინი ხშირად ჭამდნენ თევზს, საქონლის, ცხენის ან ჩრდილოეთის ირმის ხორცს. რადგან სიცივეში ეს პროდუქტები ადვილად არ ფუჭდება. ბევრი რთული გასაკეთებელია, ტუალეტების სახს გარეთაა, რადგან წყლის მილები იყინებ. მანქანები ყოველთვის ჩართული უნდა იყოს, რადგან თუ ძრავს გამორთავ, აღარ ჩაირთვება. სკოლები იკეტება, როცა ტემპერატურა -55 გრადუს ცელსიუსზე დაბლა ჩამოდის, რადგან ეს ბავშვებისთვის საშიშია. ნომერი 5. კუტენირ-პააკის ეროვნული პარკი, კანადა. კუტენირ-პააკის ეროვნული პარკი ძალიან შორეული ადგილია, რომელიც მდებარეობს ელსმირის კუნძულის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში, ნუნავუტში, კანადაში. ინუქტიტუტის ენაზე კუტენირ-პააკ ნიშნავს მიწა მსოფლიოს თავზე. ეს არის კანადის ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მდებარე ნაწილი ჩრდილოეთ პოლუსთან და ქვეყნის სიდიდით მეორე ეროვნული პარკი.
მისი ფართობი 37775 კვადრატული კილომეტრია და ოფიციალურად ეროვნული პარკის სტატუსი 2000 წელს მიიღო. მისი უკიდურესად შორეული მდებარეობის გამო ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ადგილი მთელ მსოფლიოში. პარკის პეიზაჟი უნიკალურია და თითქმის ხელუხლებელია ადამიანის მიერ. აქ არის მრავალი დიდი მყინვარი, მაღალი მთები და ვრცელი ყინულის უდაბნოები. თითქმის არ არის ხეები ან დიდი მცენარეები ძლიერი სიცივის გამო. ძალიან რთული აქ ცხოვრება, რადგან კლიმატი ძალიან ცივია და თითქმის არ არის ნალექი. ზამთარში რამდენიმე თვის განმავლობაში მზე არ ანათებს, ხოლო ზაფხულში დღის სინათლე 24 საათია და მზე რამდენიმე თვის განმავლობაში არ ჩადის. მიუხედავად იმისა, რომ აქ ძალიან ცივა, მაინც არიან რამდენიმე ცხოველი, რომლებიც ასეთ პირობებში ცხოვრებას ახერხებენ. აქ შეიძლება ნახოთ მუშკის ხარები, პირის კარიბუები, არტიკული მგლები და არტიკული კურდღლები. ასევე არიან ფრინველები, რომლებიც ზაფხულში პარკს სტუმრობენ, მაგალითად გირფალკონები, გრძელკუდა იეგერები და ნახევრადაბკიანი პლოვერები. ყინულის სისქის გამო მცენარეები ძალიან ცოტაა, მათ შორის ლიქენი, არტიკული ტირიფი და პატარა ბალახები, რომლებიც ძლიერ სიცივეში ცხოვრობენ. თუმცა კუტინირ პარკის ტერიტორიაზე ადამიანის ისტორია თითქმის არ არსებობს. აქ ძალიან ცივა და ცხოვრება რთულია, ამიტომ სირერიცხოვანი ადამიანები ცდილობდნენ აქ დასახლებას. მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, რომ ათასობით წლის წინ აქ სტუმრობდნენ უძველესი ხალხები, როგორიცაა პრედორსეტი, დორსეტი და თულე. აღმოჩენილია კარვების რგოლები და საკვების საცავები, რაც მიუთითებს, რომ ეს ადგილი დროებითი საცხოვრებლად გამოიყენებოდა. ასევე ძალიან რთულია კუტინირ პარკის ეროვნული პარკის მონახულება. აქ არ არის გზები, სასტუმროები და არც მუდმივი მცხოვრებლები. მარტო ერთი გზა არსებობს მისასვლელად თვითმფრინავით რეზოლუტ ბეიდან, რომელიც პატარა თემია ჩრდილოეთ კანადაში. ნომერი 6 სვალბარდი, ნორვეგია. სვალბარდი არქტიკის ოკეანეში მდებარე კუნძულების ჯგუფია, ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს. ეს ნორვეგიის ნაწილია, მაგრამ შორსაა მატერიკისგან. ეს ერთ-ერთი ყველაზე მიუვალი და ძნელად მისადგომი ადგილია მსოფლიოში ძლიერი სიცივისა და ძლიერი ყინულის გამო. სვალბარდი მდებარეობს ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით 930 კილომეტრით დაშორებულია მატერიკისგან. მისი ფართობი აღწევს 61000 კვადრატულ კილომეტრს, რაც თითქმის მთლიანი ლუზონის ზომას უტოლდება. ის შედგება მრავალი კუნძულისგან, მაგრამ ყველაზე დიდი არის სპიცბერგენი, სადაც მდებარეობს ლონგიარ-ბაიენი, აქ ყველაზე დიდი ქალაქი. ამავდროულად, აქ არის ორი განსაკუთრებული სეზონი: პოლარული ღამე და შუაღამის მზე. პოლარული ღამე გრძელდება ოქტომბრიდან თებერვლამდე, როდესაც მზე არ ამოდის და მთელი დღე ბნელა. შუაღამის მზე გრძელდება აპრილიდან აგვისტომდე, როდესაც მზე არ ჩადის, ამიტომაც ღამის 10 საათზეც კი ნათელია. ასეთი კლიმატის გამო საკვების დათესვა და სხვა ჩვეულებრივი საქმიანობა, რაც სხვა ქვეყნებში მარტივია, აქ რთულია. ასევე აქ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა მცირეა და დაახლოებით 2500 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის უმეტესობა ნორვეგიელია, თუმცა არის რუსებიც ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ბარენცბურგი ჰქვია. აქ მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ აქ არავინ დაბადებულა და გაზრდილა. სვალბარდში აკრძალულია მშობიარობა, რადგან აქ არ არის საავადმყოფო, რომელიც ორსულებს მიიღებს. ამიტომ მათ ნორვეგიაში უწევთ წასვლა, რათა იქ იმშობიარონ. გარდა ამისა, სიცივის გამო აქ ძალიან ცოტა ცხოველია. მაგრამ აქ ბევრი თეთრი დათვია, ამიტომ სახიფათოა გარეთ გასვლა იარაღის ან დაცვის გარეშე. აქ ასევე არის არქტიკული მელა, რომელიც პატარა ცხოველია და მგელს გავს, სვალბარდის ირემი, რომელიც უფრო პატარაა ვიდრე ჩვეულებრივი ირემი და სხვადასხვა სახეობის ფრინველი. ზღვაში კი შეიძლება ნახოთ ვეშაპი, სელაპი და მორჟი. და რადგან ბუნების კაცი დაცვა, სვალბარდში კატები აკრძალულია, რათა კატებმა ფრინველები არ შეჭამონ. სიანდულეში ლონგიარ-ბაიენია ყველაზე დიდი ქალაქია. ნომერი 7 კეიპ-იორკის ნახევარკუნძული, ავსტრალია. კეიპ-იორკის ნახევარკუნძული დიდი მიწის ნაწილია კუინსლენდის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში, ავსტრალიაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მიუვალი და ძნელად მისადგომი ადგილი მსოფლიოში. ის გარშემორტყმულია კარპენტარიის ყურით დასავლეთით და მარჯნის ზღვით აღმოსავლეთით. მის ყველაზე შორეულ ნაწილს კეიპ-იორკი ეწოდება, რომელიც ავსტრალიის მატერიკის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილია. მისი დაშორებულობის გამო აქ მცხოვრებთა რაოდენობა ძალიან მცირე. აქ მისვლა განსაკუთრებით რთულია წვიმების სეზონზე. ამასთან მიწა აქ ფართოა და უმეტესად ბრტყელი. აქ არის რამდენიმე დაბალი მთა, მაგალითად მაკილურეიტის ქედი, რომლის სიმაღლე 800 მეტრია. სინამდვილეში აქ ორი ძირითადი სეზონია. წვიმიანი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო მშრალი სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე.
წვიმიან სეზონზე ხშირად წყალდიდობაა, ამიტომ მოგზაურობა კიდევ უფრო რთული ხდება. აქ საშუალო ტემპერატურა 18 გრადუსიდან 27 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს, რაც ადგილის სიმაღლეზეა დამოკიდებული. ამასთან დაკავშირებით, კეიპ იორკის ნახევარკუნძულის ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვისება მისი ბუნებრივი რესურსები. აქ 3300-ზე მეტი სახეობის მცენარეა და მათგან 260 მხოლოდ აქ გვხდება. მიწის მრავალი ნაწილი დაფარულია თხეებით, ბალახეულით და ჭაობებით. ასევე არის მანგროს თხე, რომელიც სანაპიროსთან მდებარეობს და მრავალი ცხოველის თავშესაფარს წარმოადგენს. გარდა ამისა, ფრინველებიც არიან, აქაც მრავალი ცხოველია, რომლებიც მხოლოდ ამ ადგილას გვხდება, მაგალითად, ოქროსმხრებიანი თუთიხუში, ბაფპრესტეთ ბატონკვაილი და ლავლი ფეირი. ასევე არის სხვადასხვა ქვეწარმავალი, როგორიცაა შავთავიანი პითონი, ლეის მონიტორი და ფრილდ ლიზარდი. გარდა ამისა, აქ შეგიძლიათ ნახოთ ავსტრალიის პეპლების 60%, მათ შორისაა დიდი კეიპ იორკის ბერდუინგის პეპლები. მაგრამ მანამდე, სანამ ევროპელები მოვიდოდნენ, კეიპ იორკის ნახევარკუნძულზე უკვე დიდი ხანია ცხოვრობდნენ ადამიანები, აბორიგენები, ორიგინალი ავსტრალიელები იყვნენ აქაური პირველი ცხოვრებლები. მათ აქვთ საკუთარი კულტურა და ტრადიციები, რომელსაც დღემდე უფრთხილდებიან. პირველი ევროპელი, რომელიც აქ ჩამოვიდა, იყო უილიამ ჯონსონი, ჰოლანდიელი მეზღვაური. 1606 წელს ის ასევე იყო პირველი უცხოელი, რომელმაც ავსტრალიის მატერიკზე ფეხი დადგა. ნომერი 8, იტოკორტ-ორმიიტი, გრენლანდია. იტოკორტ-ორმიიტი პატარა და შორეული ქალაქია გრენლანდიის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული და ძნელად მისადგომი ადგილი მთელ მსოფლიოში. ის დაარსდა 1925 წელს მკვლევარი ეინარ მიქელსენის მიერ. გრენლანდიის სხვადასხვა ნაწილიდან ჩამოსულ დაახლოებით 80 ინუიტთან ერთად. მისი სახელი ადგილობრივ ენაზე ნიშნავს დიდი სახლის ხალხს. შორეული მდებარეობისა და ძლიერი სიცივის გამო აქ ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. ამასობაში იტოკორტ-ორმიიტი მდებარეობს ტანგატიტიბაკე ფიორდის ჩრდილოეთ ნაწილში, გრენლანდიის ზღვის მახლობლად. ის გარშემორტყმულია სკორსბის სუნდით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ფიორდის სისტემაა და ჩრდილო-აღმოსავლეთ გრენლანდიის ეროვნულ პარკით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია. ამიტომ აქ მრავალი ცხოველია, როგორიცაა პოლარული დათვი, მუშკის ხარი და სელაპი. ეს ცხოველები ასევე მნიშვნელოვანია ამ ადგილის მოსახლეობის ცხოვრებისთვის. ასევე 2020 წელს იტოკორტ-ორმიიტში 345 ადამიანი ცხოვრობდა. ადრე მოსახლეობა უფრო მეტი იყო, მაგრამ ნელ-ნელა შემცირდა, რადგან სამუშაო და სკოლა ცოტა იყო. ბევრი ახალგაზრდა ასევე გადადის გრენლანდიის ან ისლანდიის სხვა ქალაქებში უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად. იმის გამო, რომ ხალხი ცოტა ცხოვრობს, რთულია საავადმყოფოს, სკოლის და სხვა მნიშვნელოვანი სერვისების პოვნა. სინამდვილეში აქ კლიმატი ძალიან ცივია. საშუალო ტემპერატურა -5 გრადუს ცელსიუს აღწევს, ამიტომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცივი დასახლებული ადგილი. თითქმის მთელი წლის განმავლობაში ზღვა ყინულითაა დაფარული, ამიტომ ქალაქში შესვლა და გამოსვლა რთულია. სხვა ჩვეულებრივ წელიწადში 9 თვის განმავლობაში იყინება, რის გამოც ქალაქში მარაგის მიწოდება ადვილი არ არის. ამის მიუხედავად, ამ ადგილის ერთ-ერთი დიდი პრობლემა კლიმატის ცვლილებაა. გლობალური დათბობის გამო ზღვის ყინული თხელდება და უფრო ადრე დნება. ეს ართულებს მდგომარეობას პოლარული დათვებისთვის, რადგან მათ სანადიროდ ყინული სჭირდებათ. რადგან ისინი ვერ პოულობენ საკვებს, ხშირად მიდიან ქალაქში და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას. 2015 წელს WWF-მა შექმნა პოლარული დათვების პატრული, რათა დაიცვას ადამიანები და თავიდან აიცილოს პოლარული დათვების მოკვლა. ნომერი 9 ბარო, ალასკა აშატეშიკი. უთქიაგვიკი, რომელიც ადრე ბაროს სახელით იყო ცნობილი, არის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი შეერთებულ შტატებში. ის მდებარეობს ალასკაში, არქტიკის ოკეანესთან ახლოს. მისი მდებარეობის გამო ეს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული და რთულად მისადგომი ადგილია მსოფლიოში. არ არსებობს გზები, რომლებიც ამ ქალაქს ალასკის სხვა ნაწილებთან აკავშირებს. ამიტომ აქ მოხვედრა მხოლოდ თვითმფრინავით ან გემითაა შესაძლებელი. ამასობაში უთქიაგვიკის კლიმატი მთელი წლის განმავლობაში ძალიან ცივია. ზამთარში ტემპერატურა -30 გრადუს ცელსიუსამდე ან კიდევ უფრო დაბლა ეცემა, ქარიც ძლიერია, ამიტომ სიცივე კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა. ამ ქალაქში უნიკალური მოვლენა ხდება, რომელსაც პოლარული ღამე და შუაღამის ბზე ეწოდება. ნოემბერში მზე ჩადის და 65 დღის განმავლობაში აღარ ამოდის. ეს არის პოლარული ღამე, როდესაც 2 თვის განმავლობაში უწყვეტი სიბნელეა. მეორე მხრივ, მაისიდან აგვისტომდე მზე თითქმის 80 დღის განმავლობაში არ ჩადის.
ეს კი ეწოდება შუაღამის მზეს, რაც ნიშნავს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მზე. თუმცა მკაცრი კლიმატის მიუხედავად, უთქიაგვიკში დაახლოებით 4500 ადამიანი ცხოვრობს. მათგან უმეტესობა ინუპიატია, რომელიც ალასკის ერთ-ერთი ადგილობრივი ტომია. მათი საარსებო წყარო ნადირობასა და თევზჭერაზეა დაფუძნებული. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ვეშაპებზე, სელაპებსა და თევზებზე ნადირობა, რადგან ეს მათი ძირითადი საკვების წყაროა. საკვების წყარო. და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი შორსაა, აქ არის სკოლა, საავადმყოფო და სხვა ობიექტები. მაგრამ მისი მდებარეობის გამო საკვების წამლების და სხვა ნივთების მოტანა რთულია. ამიტომ აქ პროდუქციის ფასები უფრო მაღალია, ვიდრე შეერთებული შტატების სხვა ნაწილებში. გარდა ამისა, უთქიაგვიკი დაფარულია მუდმივი ყინულით, ანუ მიწისქვეშა ყინულით, რომელიც ზაფხულში წარდნება. ამის გამო სახლები და შენობები ქალაქში ასეა აშენებული. ეს არის ბოძები ან სვეტები, რომლებიც მიწიდან ამოწეულია. ეს კეთდება იმისთვის, რომ მარადმყინარი ნიადაგი არ დადნეს, რადგან თუ დადნება, მიწა შეიძლება ჩაინგრეს და სახლები დაზიანდეს. იმის გამო, რომ სხვა ქალაქებთან დამაკავშირებელი გზები არ არსებობს, ყველა საკვები და ნივთი თვითმფრინავით ან გემით მიეწოდება. ნომერი 10. ლარინკონა და პერუ. ლარინკონა და პატარა ქალაქია პერუში, ის ზღვის დონიდან 5100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ამიტომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი. სიმაღლის გამო ადამიანებს სუნთქვა უჭირთ და სწრაფად იღლებიან. ჰაერი გაიშვიათებულია, ამიტომ ბევრ ადამიანს თავბუსხვევა და თავის ტკივილი აწუხებს. სიმაღლის გამო აქ ცივა და ირგვლივ ყინულია, არც ხეებია და არც მცენარეები. ასეთი ძლიერი სიცივის გამო მცენარეები ვერ ცოცხლობენ. ამასობაში ლარინკონადაში მისვლა რთულია, რადგან აქ კარგი გზა არ არის. აქ მოსვლა სახიფათოა, რადგან გზა ძალიან ციცაბოა და ყინული მოლიპულია. ხშირად აქ მეწყერი ხდება, ანუ მიწის ჩამოშლა. აქ არც აეროპორტია და არც მატარებელი. ამიტომ ერთადერთი გზა აქ მოსასვლელად არის სატვირთო მანქანით გზავრობა ან შორ მანძილზე ფეხით სიარული. სიმაღლის გამო ბევრი ადამიანი ავადდება სიმაღლის ავადმყოფობით. მისი სიმპტომები საკმაოდ ძიმეა, ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება და ზოგჯერ ღებინება. ასევე ლარინკონადაში თითქმის ყველა ადამიანი მუშაობს ოქროს მოპოვებაში. მაგრამ აქ სამუშაო სისტემა უჩვეულოა. ამას კაჩორეო ეწოდება, სადაც მაღაროელები 30 დღის განმავლობაში ხელფასის გარეშე მუშაობენ. მე-31 დღეს მათ აძლევენ შესაძლებლობას, რომ მაღაროდან ქვა აიღონ და იმედოვნებენ, რომ მასში ოქრო იქნება. მათ არ აქვს გარანტია მიიღებენ თუ არა შემოსავალს. ამიტომ მათი მომავალი იღბალზეა დამოკიდებული. რადგან ბევრი ეძებს ოქროს, ლარინკონადაში ადამიანების რაოდენობაც იზრდება. ადრე აქ თითქმის მხოლოდ 12000 ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ ეხლა მათი რაოდენობა დაახლოებით 30000-დან 50000-მდე. გარდა ამისა, ლარინკონადაში ცხოვრება რთულია, რადგან არ არის სუფთა წყალი, არ არის ელექტროენერგია და არ არის მოწესრიგებული ტუალეტები. ასევე საავადმყოფოც არ არის, ამიტომ თუ ვინმე დაავადდება, მთიდან ჩამოსვლა უწევს სამკურნალოდ. მოპოვების გამო ჰაერსა და წყალში მრავალი ქიმიური ნივთიერება, როგორიცაა ვერცხლის წყალი, ვრცელდება. ვერცხლის წყალი არის შხამი, რომელიც ჯანმრთელობას აზიანებს. ბევრი ადამიანი ავადდება დაბინძურებული წყლისა და ჰაერის გამო.